ხელითა მამისათა, დადისათა, დასულისა, წმინდისათა, ჩვენთან არის ღმერთი. გილოცავთ დღევანდელ დღეს კიდევ ერთ კვირაძალს, მართალი ტაბითას ხსენებას, დიდმოწამე კერკირას, მოციქულთა ხსენებას და ხვალინდელ დღეს გილოცავთ კიდევ დამატებით, იმიტომ რომ ხვალ ძალიან ბევრი საქართველოსთვისაც და მთელი საქრისტიანობისთვისაც მნიშვნელოვანი მოღვაწის ხსენება და გარდა ამისა ხსენება არის ჩვენთვის სათაყვანო მოციქულისა წმინდა ანდრია პირველწოდებულის. ხსენება არის ლაზეთში დაღუპული ქართველებისა, როგორც საერო, ისე სასულიერო პირთა, დუდიყვაცა და პაპაჩი ხსენებულთა. და ხვალ არის აგრეთვე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვედრობის დღე. დღევანდელ სახარებაში ჩვენ სწორედ მართალი ტაბითას შესახებ წავიკითხეთ. როგორ გარდაიცვალა ეს ქალი და როგორ იქნა უფლის ძალითა და მადლით პეტრე მოციქულის ლოცვით იგი აღდგენილი. ტაბითა ამ ქალს ერქვა და სამოციქულოში, სადაც ამ აღდგომის ამბავს ვკითხულობთ, იქვე არის ნათქვამი, რომ ტაბითას სხვა სახელი ქართულად რომ მოვთარგმნოთ, სახელი ყოფილა ქურციკი. ქურციკი არის აი მოუსვენარი რო იქნება, სულ რომ ირბიხარ, მორბიხარ, სწრაფი რო ხარ, ყოჩაღი რო ხარ, ძალიან ცეცხლი რო გაზდის ხელში. იმერლები რო იტყვიან აგდებულ ნემსში რო ძაბს უყრის, აი ესე. ხო და ძალიან ყოჩაღი ქალი ყოფილაო და ახალგაზრდა გარდაცვლილა. და ახალგაზრდა რო გარდაცვლილა, ჯერ ისედაც ყველას წასვლა ხოლმე და საერთოდ სიკვდილი ხო ერთადერთი არაბუნებრივი რამეა, რაც არ უნდა არსებობდეს სამყაროში. სიკვდილი არ არის ის, რაც ღმერთმა გააჩინა. რომ ღმერთმა გააჩინა ყველაფერი და ღმერთი არის მარად ცოცხალი, მარად ახალი, მარად დაუძველებელი, მარად იგივე. და ეს არის ის, რაც ვერასოდეს ვერც აიხსნება, ვერც გაიგება და ვერც მიიღება ადამიანისგან. და მით უმეტეს, როდესაც სიკვდილი არის მოულოდნელი და სიკვდილი ეწვევა ახალგაზრდა ადამიანს. ეს განსაკუთრებით მძიმედ გადასატანია ხოლმე და მორწმუნისთვისაც სხვათა შორის და ურწმუნოსთვისაც. ყველას უჭირს ამისი მიღება. და გარდაცვლილა ეს ქალბატონი და იმდენად ყოჩაღი და ესეთი ძალიან ქურციკი ქალი ყოფილა, რომ პეტრე მოციქულს შეხვდნენო სხვა ქრისტიანები და უჩვენებდნენ, რომ მის ნამუშევრებს კერავდა თურმე ეს ქალი ძალიან ბევრს და ბევრ საქმეს აკეთებდა, მაგრამ ძირითადად როგორც ჩანს ეს იყო მისი ხელსაქმე და უჩვენებდნენ მის რაღაც ტანსაცმელებს, რასაც ის კერავდა და უჩვენებდნენ როგორ ისით ადამიანს რომ დაანახეთ რაღაცას, რომ აი ეს ნახირეებს აკეთებდა, ნახირეებს ქმნიდა, ნახირა ხელი ქონდა და პეტრე მოციქული თავისი ლოცვით ამ ქალბატონს აღარებს, რომელიც გააგრძელებს თავის ქურციკობას ისე. და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის ძალიან ესეთი სახასიათო და ძალიან კარგი ქრისტიანის, ცუდი რომელი ქრისტიანის ხსენება იქნება ადამიანი თუ წმინდანია, მაგრამ აი გასაგები წმინდანი რომ არის. მაგალითად არის წმინდანების დასი, წმინდანთა მთელი სიმრავლე, რომლების ღვაწლიც ჩვენთვის ცოტათი ძნელი გასაგებია, ძნელი აღსაქმელია, მაგალითად სალოსები. ყველას არ შეუძლია იყოს სალოსი. მაგალითად, ადრე გაზაფხულზეა ხოლმე ხსენება ალექსი ღვთისკაცისა, არაშუშანიას, რომაელისა, რომელმაც მიატოვა ჯერ ქორწილის ღამეს, ცოლი, მშობლები ყველა, წავიდა, წლები პალესტინაში იმოღვაწევა, იმდენად შეიცვალა, რომ ვერავინ ვეღარ ცნობდა, მოვიდა, თავის ოჯახში დადგა მოსამსახურედ, ოჯახში, რომელიც მგლოვიარე იყო და გლოვობდნენ შვილს და სიკვდილამდე ემსახურა და მხოლოდ სიკვდილის წინ გაიგეს, რომ მათი მოსამსახურე იყო მათივე შვილი, რომელსაც წლები ეძებდნენ და რომელიც უკან დაბრუნდა და განსაკუთრებული მადლით შეიმკოდა იქ. თავად რომის მაშინდელ პაპს ჰქონდა მის შესახებ რომის ეპისკოპოსის გამოცხადება და ასე შემდეგ. ესეთი ღვაწლი ცოტათი ძნელი გასაგები შეიძლება იყოს. ძნელი აღსაქმელი შეიძლება იყოს. დღევანდელ ცხოვრებაში რაღაცნაირად რთულად განსახორციელებელი, არც ერთი ღვაწლი არ არის ადვილად განსახორციელებელი, მაგრამ
ფორმა თვითონ ამა თუ იმ მსახურებისა რთული შეიძლება იყოს ხოლმე და ჩვენი დღევანდელი მენტალიტეტისთვის, დღევანდელი დროჟამისთვის იყოს თითქოს და წარმოუდგენელიც კი. მაგრამ არის ისეთი მსახურებები, რომლის გარეშეც ქრისტიანი უბრალოდ ვერასოდეს ვერ იარსებობს. არის რაღაცა, რის გარეშეც ადამიანი ვერ იქნება და რო იტყვი. თორე ადამიანი ყველა ადამიანი. ხლა ირინეოს ლიონელი ამბობს, ადამმა მოინდომაო ადამის დაცემას სამოთხეში შეწოდებას როცა განმარტავს, ადამიანმა მოინდომა ღმერთი გამختارიყო, როცა იჯერ ადამიანიც არისო. რა, ხელი კი არ აკლდა და ფეხი კი არ აკლდა. ბიბლიაშივე წერია, წინასწარმეტყველებათა წიგნებში წერია, რომ ადამზე მეტი არავინ არ გაჩენილა. ადამი იყო ყველა ადამიანზე უფრო მაგარი ადამიანი. ერთადერთი ქრისტემ აღადგინა მასში, რა თქმა უნდა, ღმერთკაცმა ის ჭეშმარიტი სახე მეორე ადამმა, როგორც მას უნდა ქონოდა. მაგრამ ადამი იყო ყველაზე დიდი. იმიტომ რომ სამოთხეში უცოდველობაში, საოცარ პატივში იმყოფებოდა, მან დაარქვა და დაასდო სახელი ყველაფერს და მთელ სამყაროს ხედავდა და ხელის გულზე ედო ღმერთივით ყველაფერი. მაგრამ ამის მიუხედავად, ეს ღვაწლი, რომელსაც ვამბობდით, არის ადამიანური. ადამით სამოთხეშიც კი მსახურობდა. მასაც ევალა რაღაცისთვის მიეხედა რაღაცა გაეკეთება. და რატომ თქვა ირინეოს ლიონელმა, რომ ადამი ჯერ ადამიანი არ იყო და ღმერთობა მოინდომა? იმიტომ თქვა, რომ ჩამოყალიბებული არ იყო იგი ამ თავის დიდებულებაში. განმტკიცებული და გაზრდილი არ იყო ჯერ ამ თავის დიდებულებაში. ყველაფერს თავის დრო და ჟამი აქვს. რატომ არის, რომ მაგალითად პატარა ბავშვს ხმის უფლება არ აქვს, არჩევნებში ვერ მონაწილეობს, მართვის მოწმობას ვერ მიიღებს, მაგალითად გარკვეულ დრომდე ქონებას ვერ განკარგავს, ან უამრავი სხვა რაღაცა. ხო რატომ? მაგალითად სამართებელს არ ანდობენ პატარა ბავშვს, თორე გაიზრდება და თუ უნდა დილასაღამოს იპარსოს წვერი, ხო ვინ უშლის. მაგრამ რაღაცეები არის, რასაც ვეუბნებით, რომ პატარა ხარ და დაანებე ჯერ თავი. განა იმიტომ, რომ ის ადამიანი არ არის. ვინმე იტყვის, რომ ბავშვები ადამიანები არ არიან, ვის მოუაჭყუატყოფილს ეს თავში. უბრალოდ ჯერ არ არის იქამდე მისული, როდესაც ამ ყველაფერს განკარგავს. ჩვენ გვეამაყება დავით აღმაშენებელი, რომ 16 წლის ავიდა ტახტზე. და საოცარია მართლა რა გააკეთა ჩვენმა სასიქადულ მოდა სათაყვანო მეფემ. მაგრამ იმას ვარ ვიძახით 6 თვის ავიდა ტახტზე. რაღაცა ასაკამდე მაინც ხომ უნდა მისულიყო, არა? რაღაცა მაინც ხომ უნდა ჰქონოდა მას უკვე გავლილი, ჩამოყალიბებული, მიზანი დასახული. რაღაცით შეწუხებული ხომ უნდა ყოფილიყო იგი უკვე. გარდა იმისა, რაც პატარა ბავშვისაა, ხო პატარა ბავშვი წუხდება რაღაცა, ეძინება, ან მუცელი აქვს შებერილი ან რაღაცა ასეთი, ხო? ანუ აი ეს გზა უნდა ქონოდა ყველას გავლილი. აი ანალოგიურად არის ირინეოსი ამას ამბობს, ეს უდიდესი მამა, ლიონის მაშინდელი მმართველი, რომ ადამი ჯერ ადამიანად არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული, როცა იგი ღმერთობას წაეფოთინა. ამიტომაც ჩვენც, როდესაც აი ამ მართალი ტაბითას ან სხვა პირველ ქრისტიანთა თუ შემდგომი ჟამის ქრისტიანთა ცხოვრებებს ვკითხულობთ, უნდა დავინახოთ, როგორია მართლა ეს მოусვენარი ქრისტიანის სახე, რომელიც სულ რაღაცას საქმე აქვს, რომელიც შრომის მოყვარეა, რომელიც რაღაცა ისეთს ქმნის, რომ იგი ყველას ენანება. ამბობენ ინდიელებს აქვთო ესეთი ანდაზაო, რომ მოხვალო შენ უნდა ტიროდეო და ხალხი იცინოდესო და რო წახვალო შენ უნდა იცინოდეო და ხალხი უნდა ტიროდესო. ხო, აი რაღაცა ესეთი ამბავია. რომ ადამიანი უნდა იყოს, რაღაცას უნდა ქმნიდეს, რაღაცისთვის უნდა მოვიდეს. რაღაცა უნდა შექმნას და მისი ნაშრომი უნდა იყოს ძვირფასი. და ასეთი იყო ეს ქალბატონი, რომელსაც თავად წმინდა წერილში აქვს თავისი ადგილი მიჩენილი. თორე რამდენი სხვა სასწაული მოახდინეს კიდე უფალმა და მისმა მოციქულებმა. მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ არსებობენ ესეთი სამაგალითო ადამიანები. მადლობა ღმერთს იმ მადლისთვის, რომელსაც თავის მოციქულებს და თავის წმინდებს, წმინდანებს მოულენს ხოლმე, რომელთა ძალითაც გარდაცვლილ ცოცხლდება და ხელახლა იწყებს უკვე ცხოვრებას. ღმერთმა ჩვენ შეგვაძლებინოს, რომ რაც შეიძლება მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ. მეტი მადლიანი საქმე მოვასწროთ. მარხვაც, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ და
რომელიც ჩვენი ცხოვრების ნაწილია. მარხვა რაღაცა არა ხომ არ არის, არა მხოლოდ და მხოლოდ. მარხვა არის რაღაცას რო აკეთებ და რაღაცა რო ზედმეტია და ხელს გიშლის. გენერალურად რომ ვთქვათ, ცხონების გზასაც გახარ და რაღაცა ამ ცხონებაში ხელს გიშლის. რაღაცა გეღობება. მაგალითად, რა ვიცი, საჭმელს აკეთებ. ქართველები პურის ჭამელი ხალხი ვართ, ადვილად გავიგო. საჭმელს აკეთებ და რაღაცა გაკლდება, ხახვი გაკლდება. ესე იგი, რაღაცა გაკლია. მიდიხარ და ცდილობ ეს ხახვი იშოვო. ცოტა მაინც ვიღაცას ესესხო. მეზობელთან გადახვიდე ან რაღაც. ან ეძებ, ხო არა მაქვს ნეტა სადმე თუნდაც ერთი თავი დარჩენილი. რატო? იმიტომ რომ ჭირდება ეს საქმეს. ან რაღაცა ზედმეტი გაქვს. და იტყვი რომ ვახ ზედმეტი მარილი მომივიდა ვთქვათ და ეს როგორ გამოვასწორო. ანუ ეს არის რომ ჩვენ იმიტომ კი არ მარხულობთ რომ მარხვაა თვითმიზანი, იმიტომ კი არ ულოცულობთ, იმიტომ კი არ გავცემთ მოწყალებას ან შემდეგ ეს თავისთავად თვითმიზანია, თუმცა მიზანიც არის ამის გარეშე როგორ იქნება, მაგრამ იმიტომ რომ ეს არის იმ დიდი მიზნის, ცხონების და ღვთის წინაშე გამართლების და შემოქმედთან მიმსგავსების საშუალება. იმიტომ რომ ღმერთია ვინც მოწყალია. ღმერთია ვინც არასოდეს არ ისვენებს ჩვენთვის. ღმერთია ვინც არასოდეს ყურადღებას არ გვაკეთებს და ჩვენც ამიტომ ვართ რომ ვიღაცა ადამიანს მოვიკითხავთ, ვიღაცისთვის ლოცულობთ, ვიღაცას ვასწავლით, ვიღაცისგან სწავლობთ და ერთმანეთის იმედი უნდა გქონდეს. ბოლო-ბოლო ჩვენც ეკლესიაში რო დავდივართ, იმის გულისთვის ვართ მხოლოდ აი ახლა აქ, თუნდაც ჩვენი ერთი მრევლი გაერთიანებული აღარ ლაპარაკობ მთელი ეკლესიის სისავსეზე და ერთიანობაზე ქრისტიანებისა. ჩვენ მხოლოდ იმითი ვართ გაერთიანებული, რასაც არ ვაკეთებთ, მაგალითად არ ვქურდობთ, არ განვიკითხავთ, არ ვმრუშობთ, კაცს არ ავკლავთ, არ ვიპარავთ ან რაღაც, ანუ რაღაცები მარტო არ აგვაერთიანებს ჩვენ, თუ გაერთიანებს რაღაცა ისეთი წრისი გაკეთება ჩვენ ყველას ერთად გვინდა. რო ერთად გვინდა ჩვენ შორის იყოს სასუფეველი, როგორც უფალმა გვითხრა. ერთად გვინდა რომ წინავდნენ საქმენი ჩვენი, რათა ადიდებდნენ მამასა ჩვენსა ზეცათასა თუნდაც უცხოებ. ერთად გვინდა რომ რაღაცით მართლა მისი მოწაფეები ვიყოთ. და ეს რაღაცა რა არის? სიყვარული, იმიტომ რომ უფალმა გვითხრა, რომ იმით იგიცნობენ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ დადებითი გვაერთიანებს. უარყოფითი უბრალოდ ზედმეტია, როგორც მარხვა. რაღაცას გაშორებს ზედმეტს, რაც არ გჭირდება. იმიტომ რომ ვემზადები მაგალითად ზიარებისთვის, ვემზადები რაღაც აღსარებისთვის, რაღაცა ზედმეტებს ვიშორებ, რაც ხელს მიშლის ამ კაი საქმის გაკეთებაში. მეტი კი არაფერი. არ უნდა გავართულოთ ხოლმე ხო? უნდა ვიყოთ ხოლმე შეძლების დაგვარად გონიერი და ადეკვატური ადამიანი. უნდა ბევრს ვკითხულობდეთ შეძლების დაგვარად და ბევრს ვეცნობოდეთ ჩვენი ეკლესიის ცხოვრებას, ჩვენს სარწმუნოებას. რადგანაც სხვა შემთხვევაში ძალიან სასაცილო მდგომარეობაში შეიძლება ზოგჯერ აღმოჩნდეთ ხოლმე და ისეთ რაღაცებს მივაქციოთ ყურადღება, რა საერთოდ არ არის პირველხარისხოვანი და მნიშვნელოვანი და ხშირად შეიძლება საერთოდაც მაცდუნებელი. რა უფალმა არ გვასწავლა, რომ მრავალი ცრუ მოძღვარი და ამ შემდეგ გამოჩნდება და გაცდუნებენო და მშიერი მგელივით დადის ბოროტიო. ამიტომაც ჩვენც დღეს მით უმეტეს როცა ესეთ ხელმისაწვდომობაა ინფორმაციისა, ნუ ავყვებით რაღაცებს. ვრცელდება ეს ინფორმაციები, მე ყველაზე სამწუხაროა, რომ აი ამ დაუპირობლობით თვითონ ქრისტიანები ზოგჯერ კაცო ტაძრის მსახურების, ნიკაროსანი, გალობელი, რაღაცა მე დავიტნე ძველი მრევლი, ესეთი ხალხი რაღაცა ისეთს აიტაცებს ხოლმე, რომ მოგერიდები. ცოტა უცხო თვალით რო შეხედო, იტყვი კაცო რა, მეტი ვერაფერი ისწავლეთ ეკლესიაში, რო იტყვი. და ამ დროს დაადევენ ადამიანები რაღაცებს, ვინ არის, ვინ ვისი ბიძაშვილია, ვინ ვისი მამიდაშვილია, რა მნიშვნელობა აქვს. ეკლესიაში ყველა ვართ ერთი. პავლე მოციქულმა გვასწავლა, რომ აღარ არის თქვენ შორის რჩევა რომაელისა, სპარსისა, სირიელისა, ურიისა, იქაურისა, აქაურისა, თეთრისა, შავისა, წითელისა, აღარ არის ლაპარაკი ამის. კანისფერით და რასით და ამით აღარ განსხვავდებით. ჩვენ ქრისტეს შვილობა განგვასხვავებს, ეკლესიის შვილობა განგვასხვავებს ყველა სხვა დანარჩენისაგან, მეტი არაფერი. ამიტომაც ეს ჩვენი ორმაგი მოქალაქეობა, მოდი ესე ვიტყვი, კარგად უნდა დავიცვათ.
ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებიც ვართ, ამ წუთის სოფლისა, მაგრამ იმ ქვეყნის მოქალაქეები და იმ ქვეყნის კანონებია ზუსტად ჩვენთვის პირველხარისხოვანი, რომელთაც განვიკითხებით და მარადიულ სანასე დავიმკვიდრებთ ამის. ღმერთმა ინებოს და თავის კაცს მოყარებით ყველა თავის მარჯვენით დაგვადგინოს. ამიტომაც ერთ-ერთი სხვა მრავალთაგან ერთ-ერთი მისაბაძი არის დღევანდელი წმინდანიც, წმინდა ტაბითაც, რომლის ღვაწლითაც ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება წარმოვიდგინოთ ახლაც თუნდაც ერთ წუთში საკუთარი თვალის წინაშე, უამრავი ქრისტიანი, რომელიც მისი მსგავსი გვინახავს, რომელიც იმას აკეთებს, ამას აკეთებს, ვიღაცა ოქრომჭედელია, ვიღაცა ქვისხელოსანია, ვიღაცა აი დღეს არ მოგვიხსენიებია ხმამაღლა ხალხი ბოლო 3 კვირაა ვიხსენიებთ მაგალითად ახლად შესვენებულ ვალერიანს. საქართველოში აშენებული დაახლოებით 70, აი 90-იანი წლების მერე ტაძრები რო შენდებოდა, ერთი 70-80 ტაძრის მშენებლობაში, როგორც მშენებელს, კალატოს, ქვისდამლაგებელს და ამ შემდეგ აქვს მონაწილეობა ამ კაცს, მონაწილეობა მიღება. საოცარი კაცი იყო ვალერიანი. აი თუ სადმე ტაძარი შენდებოდა, მისი ხელი არ დაკლებია, როგორც ხელოსნისა, როგორც მშრომელისა. ეს შეეძლო იმ კაცს. და იმდენად მართლა აშენებულსაც და გაკეთებულსაც გააჩნია, ისეთი ლოცვით, ისეთი პატიოსნებით, ისეთი სიწრფელით, მართლა მარხვითა და ღვთისდიდებით ცხოვრობდა ეს კაცი, რომ ბოლომდე ნათელი გონებით მივიდა და ბოლო კვირაზე მეტი უკვე მწოლიარე იყო. საერთოდ შეგნებულად არ ჭამა საჭმელი, რომ ღვთის წინაშე მინდაო ბოლომდე განწმენდილი წავიდე. რაღაც ესე ჩაიფიქრა და ესე გავიდა. ღმერთმა მოიხსენოს და ღმერთმა მართალთათა დააწესოს. საოცარი ადამიანი, სუფთა კაცი, აი სანთელივით ადამიანი მართლა. ჩვენ ყველას მადლობა ხალხო, ვინც რაც ცდილობთ, ვინც რაც აკეთებთ. მე რამოდენიმე ინფორმაციას გეტყვით, აღარ გავაგრძელებ აღარაფერს დღეს. ყველას შეგიძლიათ ისე ნახეთ ხოლმე ხანდახან ხალხო საპატრიარქოს უწყებანი, მობილურითაც შეგიძლიათ ნახოთ საინფორმაციო გვერდი საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის გვერდი და სიახლე რაც არის და დაგეგმილი ღონისძიებები რაც არის, იქ ნახავთ ხოლმე. და ეს ის რა ქვია, ხვალ, როგორც გითხარით, არის ანდრიაობა, ამიტომ ჩვენ ტაძარშიც ჩატარდება მსახურება, დღეს საღამოს ხვალგილით ლოცვა და წირვა იქნება და ძირითადი მსახურება, რა თქმა უნდა, ჩატარდება მახათაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. და ეუფეშიო ჩაატარებს საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსამყრე ამ მსახურებას, პირდაპირ ეთერითაც გადაიცემა ეს მსახურება და ვისაც საშუალება გექნებათ, სწორედ ამიტომაა ხვალინდელი დღე, ღვთისმშობლისადმი ჩვენი წილხვედრობის დღე, დასვენების დღე გამოცხადებული, სულ 2-3 წელია რაც ესე დაწესდა უკვე და დასვენების დღე გამოცხადდა და ვისაც საშუალება გაქვთ ეს დასვენების დღე გამოიყენეთ იმისათვის, რომ წირვას ჩვენ ტაძარში ან საერთო რიცხვსახურებას მახათარ ხაზზე დაესწრო. გარდა ამისა, ხვალვე, უბრალოდ დღეიდან ფაქტობრივად იწყება ხოლმე, იცით უკვე რამოდენიმე წელია ტრადიციად დაწესდა, რომ მიდის ხატი, აწყურის ღვთისმშობლის ხატი, ახალი ხატი რაც არის, პირველი ხატი მუზეუმშია დაცული, ასლი რაც გაკეთდა მისი უწმინდესობის კურთხევით, ჩააქვთ ხოლმე ტრაპიზონში. სავების მამა იოანეს უკვე რამოდენიმე წელია ავალია ეს საქმე და იქიდან მოდიან ანდრიაობას იწყებენ ფაქტობრივად დღეიდან, დღეს საღამოდან უკვე დაიწყებენ გზას და 17 რიცხვში, რომელიც არის ოჯახის სიწმინდის დღე, შემოდის ხოლმე უკვე ხატი საქართველოში და საერთო მსვლელობა, რომელიც იგეგმება ხოლმე უკვე მერამდენე წელია, მე-11 წელია ივერიის ქაშვეთის ტაძრიდან ყოლაწმინდა სამების ტაძრამდე, აი ამ საერთო მსვლელობაში ეს ხატი არის ხოლმე წინამძღოლი ხატი. და ვიცით, რომ აწყურის ღვთისმშობლის ხატიც, მსგავსად პირი ღვთისა ანჩის ხატისა, არის ასევე ხელთუქმნელი ხატი, ასეა საეკლესიო გადმოცემით დადგენილი, რომ როდესაც ჩვენი ერი, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა წილად ხვდა ყოლაწმინდა დედა ღვთისმშობელს, როგორც მოციქულს, დედა ღვთისმშობელმა ითხოვა, რომ მისთვის
უბრალოდ გაიგო დედაღვთისმშობელს ეცნობა თავისი ღვთაებრივი ძისაგან, რომ იგი უნდა გასულიყო უკვე ამ ქვეყნიდან, მიძინების ჟამი დგებოდა, იგი ვეღარ მოასწრებდა ამას და ამიტომაც დედაღვთისმშობელმა ითხოვა ასევე ტილო, რომელზეც აისახა მისი ყოვლადწმინდა სახე და მან გამოაგზავნა უკვე მოციქულები ანდრია, შემდგომ სიმონ კანანელი, შემდგომ მატათა და მოციქულთა ერთობამ ჩვენი წინაპრები აზიარა ქრისტეს ნათელს. და მან თან გამოატანა სწორედ თავის ნაცვლად დაწყურის ღვთისმშობელი, ეს აი ქართველებისთვის გამოგზავნილი ხატია პირდაპირ, ჩვენთვის გამოტანებული ხატია აწყურის ღვთისმშობელი ყოვლადწმინდა დედა მარიამისაგან და ეს ხატი ანდრია მოციქულმა ჩამოიტანა საქართველოში და იგი ინახებოდა საუკუნეების განმავლობაში სწორედ აწყურის ტაძარში, რომლის დიდი აღდგენა, დიდი რესტავრაცია და რეაბილიტაციაც უკვე მე რამდენი წელია მიმდინარეობს. საოცრად ლამაზი ტაძარი იქნება, როდესაც დასრულდება და უფლისმადლით იმასაც აუცილებლად მოვინახულებთ მერე. ამიტომაც აი ესე კეთდება ხოლმე, რომ ანდრია მოციქულის ხსენების დღეს იწყება ხოლმე ამ ხატის მსვლელობა და 17 რიცხვში უკვე საქართველოში შემოსული საერთო ჩვენ საოჯახო ერთიან ქართულ მსვლელობას, რაც არის ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის და შვილების პატივისცემის დღე. აი ამ დღეს ჩვენ ყველა ერთად მერე აწყურის ღვთისმშობლის თანხლებით გავდივართ ხოლმე იმ მსვლელობით ლოცვით გზას, მშვიდობიან გზას, რომელიც არის რა თქმა უნდა დაღლის მიუხედავად, რომელიც არის ხოლმე და თბილისის ცხელი ქალაქია და 17 მაისს ხშირად არის ხოლმე სიცხე, ამის მიუხედავად, იმ სიცხის, ქარის თუ რაც იქნება ამის მიუხედავად, ყველა ერთად გავდივართ ხოლმე სიხარულით, ყველა ერთად გავდივართ ხოლმე ბედნიერად და ყველა ერთმანეთს ულოცავს ხოლმე იმას, რომ იქ სადაც არის ოჯახი, იქ არის ეს და ოჯახური ცნობიერება, იქ არის რა თქმა უნდა ღმერთის წყალობა, ღმერთის მადლი და იქ არის ეკლესია. იმიტომ რომ უფალმაც გითხრა, სადაც 2 და 3 შეიკრიბება ჩემი სახელით, მე მათ შორის ვარ. ეს პირველ რიგში ვის და თუ არა ოჯახს ეხება, სადაც შეუძლიათ ადამიანებმა ერთმანეთი აიტანონ, ერთმანეთი დაიტიონ, ერთმანეთი შეიყვარონ და ერთმანეთი გაიტანონ. ისევე როგორც დიდ ოჯახში, ანუ ეკლესიაში. ღმერთმა დაგიფაროთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ და ღმერთმა წყალობა და კურთხევა არ მოგაკლოთ თქვენს უყველას. ასე რომ ყველას თხოვთ, ეს პატრიარქის ლოცვა კურთხევაც არის, ამას დღეს ყველა წინამძღვარი გამოაცხადებდა ან გამოაცხადებს თავთავის ტაძარში, რომ შევძლოთ და მივიღოთ ამ ორ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, ვინც როგორ შეძლებს. ვიღაცა სიცხიანი თუ იქნება ადექით ამ დღესო არავინ არ გეტყვით. ვისაც საშუალება იქნება, ყველამ მივიღოთ შეძლების დაგვარად მონაწილეობა ხვალინძელ დღესასწაულში, ჩვენ ტაძრებში ან საერთო მსახურებაზე მახათას ტაძარში და 17 მაისს კიდევ იმ ზეიმში, რაც არის ოჯახის სიწმინდის დღე და რომელიც მისი უწმინდესობის ლოცვითა და კურთხევით იქნა დაწესებული. გაიხარეთ, გაძლიერდით და მშვიდობა არ მოკლებოდეთ თქვენ ყველას.